დაკასეტირება. ანუ ბუდუ. ბავშვები ვიყავით, კაი. გავთიშოთ ვიდეო კამერას. ორი ნაბიჯი დამასპონსორე. ვეგეტანია. გათიშე კამერა. მე როგორ დავიწყო უკვე? ხელო. მოგესალმებით, მეგობრებო. ვიკრინჯები. ანუ უნდა ვისწავლო, როგორ არ დავიკრინჯო ვიდეოებს გადაღებას. და ასევე ვიდეოს ყურებისას. შემომიერთეთ ჩემი ბავშვობის დაქალი თათა. მოგეხსენებათ, როგორც გითხარით, ჩემ მეგობრებს დიდად არ უნდათ კამერებთან გამოჩენა. და ნახოთ თუ გაიხსნება თათა ჩვენთან, შეიძლება რომ მიკროფონი აიღოს და გითხრას ხოლმე რაღაცები. მე შევეცდები რომ ისეთი თემები მქონდეს, რომ ჩავთო. ამიტომ ნახავთ ვიდეოს ბოლოს ამ ყველაფერს. რატო იცინი? გეტირება კაცო. დაკასეტირება. ჩემო დაქამა უკვე წარმოიდგინა როგორც წარმატებული ვარ. ვაკეთებთ ბურგერს. როგორ ბურგერს? რომელიც წადის დაგვაკლებინებს. ანუ უნდა გამოვაცხოთ პური ოსპისგან, соуსი, ძაძიკის, ასევე ფილე, ქონდა კორპორატიული გასვლა და ქონდა საუბარი რაღაცა სხვადასხვა საჭმელებზე, გემოებზე და ასეთ თემებზე და გავიხსენეთ ბავშვობაში რას ვჭამდით, როგორ ვჭამდით და მინდა რომ აქაც ვისაუბროთ და რადგან ჩემი ბავშვობის დაქალიც აქ არის, იმასაც გაახსენდება მოკლედ ჩვენ შესახებ მოგონებები და ერთად გავიხსენებთ ყველაფერს. წინა დღეს ჩავალ ბეოსპი ესე ქვაფში და დავაჩოპერებ და მერე უკვე გავაკეთებთ ცომივით მასას რომ გამოვაცხოთ ჩვენი ბურგერები. მე და თათას გვაქვს ერთი სოფელი და ალბათ უკვე 20 წელზე მეტია ვიცნობთ ერთმანეთს, ხო ესეა? კაი არის. ყველი ზაფხულები ერთად გვაქვს გატარებული და რა ვიცი, იმ მოგონებებს ალბათ არაფერი შეედრება და ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი და მაგიტოც ახლა შემლებს ვერ იკავებს თათა ამის გამო და გვიყვარდა ხოლმე ერთად ჭამა. საღამობით რომ მოგშვიდებოდა ხოლმე და ვიყავით გარეთ სათამაშოდ ბირჟაზე. ბირჟაზე. შემოვიპარებოდით ხოლმე ჩუმად და ჭამდით. ხო და ყველაზე საყვარელი საჭმელი ჩვენთვის იყო შემწვარი კარტოფილი. და სალათი, სალათი თალკე ვიტყვი, ანუ შემწვარი კარტოფილი იმდენად, ჩემთვის მაგალითად, ანუ ბებია ჩემის მოყვანილი და შემწვარი კარტოფილი იყო, ალბათ, აი არ ვიცი, ესეთი კარტოფილი წლებია არ მეჭამია. ისეთი რბილი იყო და ისე დნებოდა პირში, რომ აი მართლა საოცარი გემო იყო და ჩვენი ერთად ჭამები მახსოვს ხოლმე, რომ შენთან რომ წვავდით კარტოფილს. ანუ უდიდეს ტაფასში, ანუ უდიდესი ტაფა იყო, ანუ აი თელ ოჯახს რო ეყოფა და 1-6 კაცზე რო იყო გათვლილი. შევწვავდით უამრავ კარტოფილს და ეს კარტოფილი მხოლოდ ორს უნდა გვეჭამა. მხოლოდ ორს. ბავშვები ვიყავით, კაი. იმდენად ბევრ კარტოფილს ჭამდით, რომ ასე ვეღარ ვღეჭავდით და ძალიან საყვარელობა იყო. არ მოყვა, არ ჩავსვამს. რა შეიძლება სალატს? სალათი, ნუ აი არ ვიცი. პომიდორი ისიც სოფელში მოყვანილი, ჩვენ კახეთში გვაქვს სოფელი. და აი იქ მოყვანილი პომიდორი, კიტრი და აი ყველაფერი ეზოსი და ბოსტნის ის ხახვიც და რავი ყველაფერი მე მგონია რა. კახური ზეთით და აი ეგორი კერძი იყო მოკლედ ძალიან კარგ მოგონებებთან დაკავშირებული. ახს რო შუშავდით ზეთში და მე პურს რო ვაწვდით და მაგას რო ჭამდით. ანუ ეგ რატო გვეგებრიელებოდა? ასე იყო სიღარიბე. აკეთებდა ხარჩოს. ანუ ოღონდ ხარჩო, ჩვეულებრივი ხარჩო კი არა, ნიგვზიანი ან რაღაცა ხორცის. პურისგან, ოღონდ მე მგონი თავისით გამხმარი პური იყო. მაგისგან აკეთებდა ხოლმე კერძივით კვერცხს უშვებოდა ხახს და რაღაცებს, ანუ შუშავდა ამ პურს და უშვებოდა კიდე წვანილებს, ოთახის წვანილებს. აი, ეგ იყო მართლა, უგემრიელესი, ეგ რომ ახსენდება, ანუ ხო არაფერი არ იყო და პურისგან გაკეთებული სადილი და
აი, უკემრიელესი იყო, ეხაც კი მახსოვს, მაგის კი უნდა უბრალოდ ცადო ოდესმე და გავაკეთო ეგ აუცილებლად. ხახურავობა მაქვს მეგობრებო, ჩემი დაქალი აქ არის იცით, შემოგვიერთდა ჩემი დაც, რომელიც ორივე არის ერთ დღეს დაბადებული და ორივე არის ტყუპები. აქ უკვე თქვენ დაასკვნით, თქვენ გამოვიტანეთ დასკვნით. უკვე დავიწყებ პატარა ბურთების გაკეთებას, რომ გამოვაცხოთ. ბევრი კომენტარი მივიღეთ ჩემს პირველ YouTube ვიდეოზე, რომ დას როდის გამოვაჩენო. დას გამოვაჩენ 10,000 გამომწერზე. თუ გიდათ რომ დამალე გამოვაჩინო, გადაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს, ნათესავებს და რა ვიცი, აბა, დანარჩენი უკვე თქვენ იცით. აუ, ეხლა რო არ გამომივიდეს. ხო იქნება ეს კრახი. პირველად ვაკეთებ და იმედია კარგი გამოვა და რამეს არ დავაკლებ. სოდა ვუქნათ ჩვენს ცომს რო ამოფულდეს. ალბათ ერთი ჩაის კოზე აყოფა. იმედია მე ბევრი არ იქნება. უკვე ვცადოთ. აიცი პიტნა. ვუქნა. და რაღაცა მგონია რომ ძალიან მოუხდება ჩვენს პურებს. პიტნა ასევე ძაძიქსაც უნდა ვუქნა. და მოკლედ ძალიან პიტნებში ვიქნა. ვიწყებ ახლა მთავარ ეტაპს. როგორ მინდა რომ კაი გამოვიდეს. გაძლიერეთ ლოცვები. სალამე, ოსპი არ მინდა, რამე ხორციანი. და არა ქათამი და ფილე. რამე უფრო საინტერესო. კვებაზე ჩემო დაიკო, ამიტომ მოითმინე. მწვადი. ნუ მწვადი კახეთში. აი ხა მოვაყრი თხილეულობას და სეზამს და მე შევდგათ. თავარია რომ აფრუდეს, თუ არ აფრუდა კონტენტი ჩავართმევია მეგობრებო. მაინც შეჭამთ მოგიწევთ, მაგრამ მინდა რომ კარგი გამოვიდეს. მგონი გოგრის თესლია ეს მოშუშე და ესეც სეზამი და მოდი ვისვეცკო. გარი ეს არის ზედა მხარე კი. შემიძლია ამოვაბრუნო ესე და განმოვარდეს. ანუ ბუდუს გავთიშოთ ვიდეო კამერა, რადგან ფეხბურთი იწყება და ვეღარ გავაგრძელებთ ფიზიკურად, ესე გამოვიდა. ვიცατε, ანუ სახეზე მომიშვირე. ახლა შევდგეთ ჩვენს პურები, ამიტომ ავდგეთ. ბურგერს ვაკეთებ, ამიტომ ქათამი ისევ სტუდიაში. ანუ ეხა ვინც არის ჩემს გვერდით, ვკითხო. რა არის მასთვის comfort food-ი? თათა გისმენ? მაკის რეკლამას ვერ გავაკეთებ. ესე იგი, ჩემი დაქალის comfort food-ი არის შემწვარი კარტოფილი და მაკდონალდსი. აი ესეთ ნაჭრებად გავაკეთებ ფილეს, წავუსვავ რაღაც სუნელებს და შევდგავ გრილში და იქ შევწვავ. რაც შეეხება ჩემს კომფორტულ საჭმელს, მეგობრებო, ჩემი პირველი საყვარელი საჭმელი, ნომერ პირველი, რომელსაც არაფერი არ შეეძრება დედამიწის ზურგზე, ეს არის ხინკალი. არა, ალბათ იშვიათად რო ჭამ, მაგიტომ მიყვარს. ანუ ხინკალი არის ჩემთვის დესერტიც, სნეკიც, თავარი კერძიც და ყველაფერი. 5 ეულში შევიყვანდი ჩემი საჭმელების 5 ეულში ხინკალს, ჩაქაფულს, ლობიანს. ჩაქაფულის რეცეპტი იქნება სხვათა შორის. როგორ გავაკეთეთ ჯანსაღი ჩაქაფული, რომელიც დაგვაკლებინებს წონაში. ზოგიერთებს კი არ უხარიათ, მაგრამ მაინც. მოვაყარე ფარშის სუნელი და ორეგანო და ეხა შევდგავთ. ცოტა ლინის წვენს მოვაწურავ, რომ ცოტა სისველი შეინარჩუნოს. დაძიკი სოუსის დაგვჭირდება ჯამი, მაწონი, ავოკადოს კოზი. აი, ანუ ეს არის თავარი ინგრედიენტი. გადაგზა გეტყვით, რაც დაგვჭირდება. ეს გამოვიხიე ჩვეულებრივად. ეს ჩემი უნიფორმა რო გამერხას, მე რა უნდა ვქნა? კიტრი უნდა გავხეხოთ და ჩავხეხოთ, მოკლედ ჩვენს ნახე. ძალიან კაი კიტრი ყოფა.
ორი ნაბიჯი დამასპონსორა. მაგარი კიტრები გაქვთ. ამას რო ვიტყვი, ჩემდაც რა რეაქცია ექნება. შემდეგი ინგრედიენტი კამა. იმიტომ რომ ეს იზღება კამა. რეჰანი არის საოცრება ჩემი აზრით. რეჰანი ძალიან კაი რამეა და ყველაზე დაუფასებელი ბოსტნეული ჩემი აზრით არის ბოლოკი. ბოლოკის გამოყენება შეიძლება ჩემი აზრით ბევრ რაღაცებში, სალათებში მით უმეტეს. და არ ვიცი, ძალიან კაი რამე. ცოტა გახმა ეს პიტნა, მაგრამ კაია მაინც. ჩემი ახალი სათამაშოების სერიიდან. კიდევ უკთანი ორი? ამით გავსიძო. არ ჩავსვა? სახში ვარ. ანუ ჩემ სახში ვარ და ჩემი კოზით ვერ გამისინდი. აი ძალიან კაია. კაი ხორცი მაქვს. ძალიან არაფხუდა, მაგრამ მგონი მაინც კაი გამოვიდა. შეგინან ესეთი. მოკლედ გადავწყვეტო, რომ ეს ამ რაკურსით ავატყოთ ჩვენი ბურგერი. თითამი ასე შეიბრაწყა. კათამი. თუ ნამდვილ ბურგერს გავდეს. რაღაცა ის რა ქვია, ბერძნული გემოებით. ასეთ ჩვენი ბურგერი. ესეთ გამოვიდა მოკლედ ჩვენი ბურგერი, ჯანსაღი. ოცაციკი ძალიან კაია. ჩაკაია. მომეწყარა. ეს საითმა გაკეთო. და გავაკეთოთ ახლა ვეგეტარიანელური ვარიანტი. ანუ ვეგეტარიანული. კი არა, ვეგეტარიანელური? ვეგეტარიანული. ვეგეტარიანელი ხო არის? და ვეგეტარიანელური თქო. ვეგეტარიანული? მოდი უბრალოდ უხორცო. ხაბაკი. ამდენზეჩი მეგობრებო, ვინც წორკვებაზე ხართ, არავითარ შემთხვევაში არ შეწვათ. უკვე რას ლაპარაკობ, აღარ ვიცი, მოვაზაოთ соусით. და 1, 2, 3. შემოდაქალო მე ერთი და მითხარი როგორია რა. ანუ ერთი ჭამის ტუტორიალიც უნდა ჩავწერო რა. მოეწონათ. ვიცოდი რომ მოეწონებოდეთ ისედაც. მეგობრებო, მოკლედ, ჩემ დაუნებურად ძალიან კარგი რეცეპტი გამოვიდა. აუცილებლად გირჩევთ, ვინც სწორკვებაზე ხართ. ჩვენთან ერთად იყავით, იქნება ერთად მივახციოთ სასურველ შედეგს და თან ვიხალისოთ გაკეთების პროცესში. ახლა კი დაგემშვიდობებით. გავაგრძელებ ჩემი ბურგერის ჭამას და გკოცნით ყველას. გათიშე კამერა. დავიღალე თუ არა? დავიღალე, აბა არ დავიღალე. ჯერ ვივარჯიშე, კარჯო გავაკეთე. მე სახში მოვედი. გადაღება, საუბარი, გაკეთება. ძალიან დამხლელია.